მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მიმარ აიბალი თქვენ ხართ ჩემს სახელზე და დღეს ჩვენ ვითამაშებთ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ Mobile Rage თამაშს Ninja Arashis და ბევრი რო არ გავაწყო, მოდით დავიწყოთ პირდაპირ, ანუ ძალიან მაგარი თამაშია, მე ძალიან მიყვარს რა. ბევრჯერ მაქვს დახურული სიმართლე რო ვთქვა და ეხლა გავიგე რომ მეორე ნაწილი გამოვიდა და მოდი ჯერ პირველი დავხურო და მეორეს თქვენთან ერთად დავხურო უკან. ბლად. ხო რატომღაც ჩემი ტელეფონი არ იღებს იმას ანუ ხილაკს რო ვაწვევი არ მუშაობს, ასე რომ ბევრჯერ შეიძლება მოვკვდე. ეს მახსოვს შურიკენები. ანუ გაიხსნეს დაახლოებით 3 წლის წინ დავხურე ეს თამაში, ასე რომ ნორმალურად არ მახსოვს არაფერი. პირველი ნაწილი მაქვს დახურული, მეორე ნაწილი გამოსულა თურმე რავი. დაახლოებით დაჟე მე რო დავხურე ეს მაშინ გამოვიდა მეორე ნაწილი და ეგ არ ვიცოდი რა. ხო და გავიგე რამოდენიმე კვირის წინ ვფიქრობდი გადამეღო თუ არა და რავი თუ დაგევასებად გავაგრძელებ თუ არა და ჩემპიონში დავხურო მე მარტო. თამაში ყველაზე მეტად მომწონს რა ძალიან მაგარი ისტორია აქვს რა. ნუ ისტორიას მე გაჩვენებთ. პირველ მონაკვეთში ჩავსვამ და სუბტიტრებსაც დავადებ რომ გაიგოთ რა ხდება. ძალიან მაგარი ისტორია აქვს და ძალიან მევასებთ თვითონ ეს არაში ტიპი არის ძალიან ზერსკი როჟაა რა. ეს რაღაცა მიცავს ამებისგან, აი საწმლავებისგან, ბომბებისგან და ასე შემდეგ რა. ხო, ეს ჟურნალები უნდა დავაგროვო, რომ გადავიდე შემდეგ ლეველებზე, ეს თუ არ მექნება, ვერ გადავალ ბოლოში მეორე ჩაპტერზე, ანუ ჩაპტერები აქვს რა. ანუ როგორ ავხსნა, ეს ხო არის ცალკე სამყარო და კიდე არის მეორე ცალკე სამყარო. ანუ მაგასაც განახებთ. ეს არის პირველი ლეველი, ეხლა ტუტორიალი რა თქმა უნდა მარტივი იყო. ეხლა მეორე ლეველი. აქ შეგიძლია რომ გააძლიერო არაში და რაღაც და სკილები დაუმატო და აი ამაზე ვამბობ რა, სხვადასხვა ისინი ტურები. ერთ ტურში არის არა ერთ სამყაროში 16 ჩაპტერი თუ ტური როგორც მახსოვს. ხო და არ ვიცი დღეს რამდენს გადავიღებ, მაგრამ ნახოთ რა. ასე რომ ყოველ წუთას ნოტეხო ეს ხუთები რო სკილები ავიღო. ანუ რაც უფრო კაი სკილები გაქვს, მით უფრო მალე გადიხარა რა. აი ეს დრაკონები დადიან და იძლევიან სხვადასხვა იმას. ცისფერი არის შილდი, სტაფილოსფერი თუ წითელი იმას გაძლევს რა ქვია. 3H 3 სიცოცხლე ხო გაქვს და მე-4-ს გაძლევს. თან არც თუ ის რთული თამაშია რა. მაგრამ მეორე ნაწილის კომენტარებს რო დავხედე, აი პროსტაო მაგარი თამაშია, მაგრამ ნერვები დამთხარაო და რაღაცეებს წერდნენ როჟები. ეს მეორე ლეველი. რა თქმა უნდა რომ გაძნელდება შემდეგი ტურები და იგი იცოდეთ რა, ანუ ესეთი მარტივი არ არის, დამიჯერეთ. გამოცდილი მაგ და მაგიტო გეუნებით. ისე მეგობრებო, ვიდეოს იდეები აღარ მაქვს. კომენტარებში დამიწერეთ რა გინდა რომ გადავიღო და აუცილებლად გადავიღებ. მაგრამ მაგ ერთი პრობლემა, ახალი ტელეფონი რო ვიყიდე, Minecraft-ს როცა ვთავ და ვაწვევ screen records რო ვიდეო გადავიღო, აი Minecraft-ი ისე მიჭედავს, რომ აი შეშდება კამერა და ტელეფონი რესტარტდება ანუ თავისით და ამიტომ Minecraft-ის ვიდეოების გადაღება გამიჭირდება, მაგრამ მეორე ტელეფონით გადავიღებ ძველით რა და აი ხო ხედავთ აი ამდენს წვალობ თქვენ კიდე ერთი ლაიქის და გამოწერის გლახზე დაჭერა გეზარებათ რა არის ეს. კომენტარებით დამიწერეთ ხიას და კომენტარები უფრო მისწორდება.
ხო კიდე ეს ზალა გაქ როცა შეგიძლია გადაიქცე რავი მორად და ვერ დაგინახავს უბრალოდ ის NPC მტერი რა და მას შეგიძლია გაძვრე ხოლმე, მაგრამ მე არ გავძვრები, იმიტომ რომ ყველა უნდა ამოვივლიტო, არ მაინტერესებს. ეს ლეველი მახსოვს იმართლე რო ვთქვა, იმიტომ რომ პატარა რო ვიყავი ამ ლეველს ვერ გავიოდი რატომღაც და არ ვიცი რატო. ახლა იმედია გავალ. ой бля. ეს არ მახსოვდა. ხო ამ დრაკონზე ვიძახე ხან, ახეთ 3 სიცოცხლე ხომ მაგ ამას ჩამოვხსნი და всё 4 მაგ. დედას ფიცა ვარ დაგეგმილი არ ყოფილა შემთხვევით მომივიდა. ეს დიდი ის რო უკავიათ შუბი რა ეგენი არ მევასებიან. და არა ის კაი მარა ეს ბიჭო ფარი რო აქვს უნდა უტრიალო იმენაც მას. ეს ადგილი მიყვარდა ბავშვობაში. ხო ხა ეს რა დებილობა გავაკეთე. აუ ფეთქეთ პატარა ძმას ტრაკი. რაღაცა არა კომფორტულად ფუშენი. ხო და რას ვამბობდი, რაღაცა არა კომფორტულად თამაშობ რაღაც ამ კონტროლებით, რავი. პატარა რო ვიყავი, ეგ პრობლემა არ მქონია და რავი. ეხლა მართლა არა კომფორტულად თამაშობ. რავი, მაშინ პატარა თითები მქონდა და მაგის ბრალია ალბათ. აი ეს სფერები რო ამოდის, მიწიდან აი ამის ხმა მიყვარდა ძალიან. იმდენი ფურცელი ავიღე თავის მგონია ბიჭო. პოსტალიონი. ხო და წეგან რო ვიბაზრე მაინკრაფტზე რა შეეხება მაინკრაფტს, რამე გზას ვიპოვი, მაგრამ მანამდე მომიწევს რომ ვითამაშო ასეთი მობაილია მაინკრაფტის და კომპიუტერში ძალიან, მაგრამ მომიწევს რომ ესეთი თამაშები ვითამაშო რა და ბოდიში გიხდით რა, ვეცდები რომ ძალიან მალე გამოვნახო გზა რომ მაინკრაფტიც გადავიღო. ამ ჩემ ლაპარაკში უკვე შემდეგ ლეველზე გადავედით. ფუშენი მახე ვერ დავინახე. არა უშო ხა დაუბრიდავ. ой бля. ატაკი არა თუ გატაკე ხა მე განახებ ატაკს. ეს რა იყო სუპერ მარიოდან დააკოპირეს ეს თუ რა. ბუჭო მე გადავებით. ხო და ეს პისტოლეტიანი როჟა არ მევასება კიდე. უი რა ვიღე ჩემი კაი. შენი ბოდიში ხალხო გავჭედე. არ ხართ მიჩვეული ჩემი პირიდან გინებას, მაგრამ არც გაიგონეთ, იმიტომ რომ ტუ საუნდს დავადებ ყვეჭველი. ასე ხა ხო ვიღე წეგან რა ჯანდაბა მომივიდა აბა. აუ ბიჭო ამათი თქვენი game developer-ი მაჭედინეს იმენა ვიდეოში ბრატ.
აი ხა დამშვიდეთ წყნარად, მშვიდად გავაგრძელოთ. ბოდიში ხალხო წეღან მართლა ძალიან ნერვები მომეშალა. Attack!